სახელით მამისათა და ძისათა და წმინდის სასულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. დღეს დიდი მღვდელმთავრის ძალიან საყვარელი წმინდანი ჩვენ აი ესეთ მოკლე პერიოდში ორი საყვარელი წმინდა მღვდელმთავარი ყავს წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი რომელთა ხსენებაც ესე ერთი კვირის რაღაცა პერიოდში აღესრულება 19-ში ამოგეხსენება ნიკოლოზობა 25-ში სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება დაახლოებით ერთი პერიოდის მოღვაწენი არიან ეს ადამიანები და არის მათი ცხოვრება გამორჩეული ძალიან დიდი უბრალოებით. განსაკუთრებით მინდა დღეს რადგან სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება ამის შესახებ გითხრათ ორიოდე სიტყვა შესამოსლითაც კი რომლითაც სპირიდონი გამოიხატება მის ხაზს თუ შეხედავ ხუთი აფარია რაღაცა თითქოს უჩვეულო იმიტომ რომ ყველა მღვდელმთავარს ან საერთოდ არაფერს ახარებით გამოისახებია ეს გამოისახება ხოლმე ხშირად სხვარი უჭირავს ხელში და ხუთი აფარია ცოტა ისეთი უჩვეულო რომელიც შეიძლება გაგვირებას იწოდეს რომ რა არის ეს სინამდვილეში ასეთი ხუდები ეფარად მწყემსებს მას მწყემსობა არ მიუტოვებია მიუხედავად იმისა რომ მღვდელმთავრის ხარისხში აიყვანეს და ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის წოდება ჰქონდა მას მწყემსობა არ მიუტოვებია ბოლომდე ესე შრომით თავისი განსაკუთრებული სიმდაბლით განსაკუთრებული მოწყალებით გაჭირვებულთადმი განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩეოდა და ასეთი იყო მისი ცხოვრება თქვენ ბევრს ნახავთ აი ამაგა ტროპარშიც ხო არის გაცხადებული რომელმა გველი ოქროთ შეცვალე იცით ეს ისტორია როგორ როცა ადამიანს რაღაცა ისეთი განსაცდელი ქონდა რომ არ მიეტანა რაღაცა ოქრო ესე იგი შეიძლება დიდი საფრთხე დამოკრებოდა მის სიცოცხლეს და მისცა მას ოქროს მონეტა ოღონდ აუცილებლად უკან უნდა დამებრუნოდა ყველას კი უკვირდა საიდან ქონდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ეს ოქროს მონეტა გადასცა ეს ოქროს მონეტა წაიღებო იყო დადებო მოკლედ რაღაცა გირავნობისთვის იყო მერე ისე უკან უნდა დამებრუნო თან უკან არასდროს არაფერს არ ეთხოვდა ეს მონეტა მოითხოვა რომ დაუბრუნეს უკან ეს მონეტა ძირს დააგდო და გველად გადაიქცა ანუ გველს როგორც მოსემ შეუცვალა ბუნება კვერთხს რომ დააგდო ღმერთმა შეუცვალა უბრალოდ მოსეს ხელით აღესრულა რომ დააგდო ძირს ეს კვერთხი და გველად გადაიქცა სწორედ ასეთი რამ მოახდინა სპირიდონმა საკვირველ მოქმედი იმიტომაც ეწოდება ბევრ საკვირველ საქმეს გაიგებს მსგავს მის ცხოვრებაში რომ ეს ადამიანი გამოეხსნა ამ რაღაცა განსაცდელისგან უბედურებისგან მაგრამ უკან დაბრუნებას იმიტომ თხოვდა რომ ეს გველიც ეწოდებოდა იმიტომ რომ მე გველი გველობას ხო უნდა დაბრუნებოდა თავისას რა და ამიტომ ეს მონეტა უკან დაიბრუნა როდესაც ამისი საშუალება გაჩნდა რომ თქვათ ის დავარდნილიყო და ისა სპირიდონის ხელით რომ გააგრძელებინა როგორც გველს იმიტომ რომ ის გველი იყო და დროებით იქცა აი ამ მონეტად იმიტომ რომ ადამიანს უჭირდა ძალიან ბევრს ნახავთ მსგავს რაღაცა ხელის გაწყვას ერთხელ ასეთი რამ წერია რომ ვაჭარი მოვიდაო და მისგან ცხრები უნდა ეყიდაო და ამ ვაჭარმა იმიქრა რომ სპირიდონი არასდროს არ ითვლიდა ფულს რომელსაც აძლევდნენ და ესე იგი რომ იყიდა თქვა 10 ცხვარი ამან მისცა 9 ცხვრის ფული სინამდვილეში ეს მაინც არ ითვლის და ვერ მიხვდება ესე იგი 9 ცხვარი თავისნებით გამოვიდა ამ ფარეხიდან ის მეათე არაფრით არ გამოვიდა თორემ ისე გაჯიუტა ორმა კაცმა აი ცდილობდნენ რომ გამოეთრიათ ვერაფრით ვერ გამოათრიეს და მიხვდა ეს ადამიანი რაც იყო საკმაოდ სპირიდონს უთხრა ესე იგი ფაქტიურად აღსარება რომ აი ესეო მე შენო ერთი წლის ფული დაგაკელიო და როგორც კი ეს აღიარა მაშინვე გამოვიდა ეს ხარი და თავის ადგილას ჩადგა ასეთი იყო სპირიდონის ცხოვრება უბრალოდ როდესაც რაღაცის სასესხებლად მიდიოდნენ ეუბნებოდა აი შეხვალო უკან ოთახში და აიღებ იმდენს რამდენიც გჭირდება ერთმა კაცმა გითხრა რომ როგორო იმაზე მეტი რომ წავიღო ვიდრე მჭირდება ხა იმაზე მეც როგორ წაიღებ ადამიანი ხარო ხა მაშინ ესე ტრაქტორებით ხო არ დადიოდნენ რომ რაღაცა ის იმდენს წაიღებო რამდენიც წაღებაც ადამიანს შეუძლია რა თანხაზე არ იყოს რაღაც პროდუქტებზე იყოს ამიტომ როდესაც უკან გექნება დასაბრუნებელი რამდენსაც გინდა სპირიდონი არ უყურებდა რამდენი მიქონდათ და რამდენს უბრუნებდნენ უკან ამას არასდროს არ აკონტროლებდა და იცით რატომ არ აკონტროლებდა იმიტომ რომ ის ღმერთის იმედად იყო და არა კაცის. აი ეს არის განსხვავება. ეს ამბები რაც მომხდები და კიდე უამრავი შემიძლია მსგავსი გავიხსენო სპირიდონის ცხოვრებაში. ყველაფერს მიყავხარ ერთ მთავარ საკითხად.
რომ სპირიდონი არასდროს არ არის კაცის იმედად, რომ ახლა მე რომ ამას გავასესხებ, ეს დამიბრუნებ. მეტი არაფერი არ აინტერესებს, ამ მოყვას გასაჭირში უნდა დაუდგეს გვერდით. და ზუსტად იცის, რომ რა ნაკურლევანებაც ექნება, ამას ყველაფერს ღმერთი შეუცებს. მე მინდა გითხრათ, რომ წმინდანთა ცხოვრებას, როდესაც ვკითხულობთ ჩვენ, რომლებიც ესე შორეულნი არიან, შეიძლება ჩვენთვის თავისი ცხოვრების წესი, თავიანთი აი ამ სარწმუნოებრივი დამოკიდებულებით. ხო ვკითხულობთ ამას, წავიკითხავთ დღეს თქვათ მისი ხსენებაა და სპირიდონის ცხოვრებას წაიკითხავ და აღმოაჩენ ესეთ რაღაცა საკითხებს. და იტყვი რომ ვახ როგორი ამბავია და როდის იყო ეს, ამასაც იკითხავ მე-4 საუკუნეში. მერე იქვე შეიძლება აზრი გაჩნდეს რომ ახლა მე-4 საუკუნეში რო იყო ეს ამბავი, იქნება ცოტა ლეგენდებია, იქნება ცოტა რაღაცა მიმატებულია, იქნება რაღაცა ადამიანურმა გონებამ შეთხზა. მაგრამ ღმერთი არასდროს არ გტოვებს შენ მსგავსი ისტორიების გარეშე. და ასეთი რამ შენს თვალწინ 21 საუკუნეში ხდება. იცით ვისთან ხდება? ვისი პატრიარქობის 48 წელიც არის დღევანდელ დღეს შემოწმებას. 48 წელი გახდა რასის პატრიარქი. აბა ნახეთ მისი ცხოვრება. დავიწყოთ თუნდაც როდის დაიბადა. დაიბადა 1933 წელს. ამ ოჯახში იცით რამდენი შვილი იყო? 7 შვილი იყო და გაჭირვებულად ცხოვრობდნენ მთაში. ახლა მე ვკითხულობ, ესეთ შეკითხვას ვსვავ, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ მამაო, ჩვენ ისეთ დროს დავიბადეთ, რომ ამ დროს ესე იგი სარწმუნოება არ იყო და ამიტომ თქვა შვილებს არ ვაჩენდი, ვიღაცა იტყვის და აბორტებს ვიკეთებდი, იმიტომ რომ ეს სარწმუნოება არ ვიცოდით. ამ ოჯახმა საიდან იცოდა? ამ ოჯახს რომ აბორტები ეკეთებია, ილემეორე ხო არ დაიბადებოდა? არ დაიბადებოდა. ამ ოჯახს რომ ასეთი ცხოვრებით არ ეცხოვრა, ხომ არ გვეყოლებოდა ის ვინც ყავს. ვიღაცა მოვა და იტყვის, იცით რა, ისეთ პერიოდში დავიბადე და გავიზარდე, სარწმუნოების არაფერი არ გამეგება, სარწმუნოების არაფერი არ მწყია და ამიტომაც ეხლა რაღაცა თითქოს შეღავათებს ითხოვს რაღაცა ჩემგან, რომ რადგანაც ამ პერიოდში დაიბადა ადამიანი, რაღაცა შეღავათები უნდა მოხდეს და გაეწიოს მას. მე გეტყვით, რომ ამ პერიოდში დაბადებული 1933 წელს დაბადებული ათეიზმის მძვინვარებაში დაბადებული კაცი 24 წლისა იყო, როცა იცით რა ქნა, ბერად როცა აღიკვეცა. როდესაც მას ძალიან ბევრი საშუალება ჰქონდა, მოსკოვში ცხოვრობდა, იქ წავიდა სემინარია დაამთავრა, აკადემია დაამთავრა. ძალიან ბევრი საშუალება ჰქონდა, რომ კარიერული წინსვლა გაეგრძელებინა, ყოფილიყო თუნდაც ერისკაცი, თუნდაც პატიოსანი, ან თუნდაც როგორც გაუხარდებოდა ისეთი ცხოვრებით ეცხოვრა, ვინ იქნებოდა მისი მომკითხავი. მაგრამ მან იმ პერიოდში, რა პერიოდითაც ჩვენ ხშირად თავს ვიმართლებთ ადამიანები, რომ ისეთ იმაში დავიბადე, იქ ეს არ იყო და მღვდელი არ იყო და ეკლესია არ იყო, არც იმასთან არ იყო, მინდა გითხრათ. არც მას არ ახლდა ცხოვრებაში ესეთი რაღაცა სამღვდელოები და კმევით და გუნდრუკებით და ქადაგებებით არ იყო განებივრებული, მაგრამ გეუბნებით 24 წლისა იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა. ხომ შეძლო მან ეს? აი ეს მაგალითი ხომ გვიდევს ჩვენ მისი თავმდაბლობისა. მთელი მისი ცხოვრება, აი ახლა თუ გადახედავთ მოყოლებული ამის შემდგომ 1977 წელიწადია. კარგი, დავანებოთ თავი ახალგაზრდულ დერობას, ვთქვათ, იქ მერე მღვდლობას, მერე მღვდელმთავრობას, კათალიკოს პატრიარქის ტახტზე ადის 1977 წელიწადია, ათეიზმის მძვინვარება ქვეყანაში და დღეს გახლავთ 2025 წელი თავდება. 2026 იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიცი, მე მართლა არ დამითვლია, მაგრამ ეს ისტორიები ალბათ ცალკე დასაწერია, რამდენი ცილის წამება მოგისმენიათ მის შესახებ. ახალგაზრდობაში კომუნისტების დროს ხომ ისმენდით? ახლაც ხომ ისმენთ? უკვე ისეთი მოხუცი რო არის, რომ თავისით გადაადგილება რო უჭერს. მე ხლა კითხვა სხვანაირად ვსვამ. ერთხელ თუ გახსოვთ, რომ თავი ემართლებინოს სადმე, რომ ეთქვას, რომ ეს ჭორია და არ არის სიმართლე და არ ვარ ბატონო მე ის კაცი. მსგავსი რამ გახსოვთ? ყველა ვინც მას წევლის და აგინებს, რას აკეთებს? ლოცავს. ყველა ვინც მას ცილს წამებს, ამბიონიდან ხომ თქვა, რომ
მე მზად ვარ დღესვე კარები ჩემი ღია და ჩემი თვალები იქეთ იყურება როგორც იმ უძღები შვილის მამისა როდის მობრუნდებით ჩემთან და როდის ჩაგეხუტებითო თქვა ასეთი სიტყვა ხომ თქვა ახლა ვკითხულობ მარტივ რამეს რომ აი ამ კაცის ხელში გაზრდილი შვილები რატომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს რატომ არის გამუდმებული ლანძღვა და გინება ჩვენ შორის რატომ არის გამუდმებული განკითხვა რატომ არის გამუდმებული დაპირისპირება მათ შორის იმაზე კი არ ვლაპარაკობ ვიღაცას მთავრობა არ მოს არა თვითონ ეკლესიაში ეკლესიურ გარემოში სამრევლოში აი ამ სამწყსოში რომლის მწყემსიც ასეთი კაცია რომელიც ასე გელაპარაკება სპირიდონ ტრიმიფუნტელი თუ შენთვის ძალიან შორს არის იმიტომ რომ 17 საუკუნე გაშორებს მასთან ამ კაცთან ხომ არაფერი არ გაშორებს ვინ იტყვის რომ პატრიარქი არ უნახავს მოინდომა მისი ნახვა და ვერ ნახა რომელი კვირა გახსოვთ სანამ მას ფეხზე დგომა შეეძლო რომელი კვირა გახსოვთ რომ მას წირვა გაეცდინოს რომელი კვირა მარტო წირვისა კი არა შაბათი გახსოვთ რომ შაბათის მწუხრზე და ცისკარზე თვითონ არ მდგარიყოს და ყველასთვის თვითონ არ ეცხოს ზეთი თავისი ხელით რომელი მსახურება გახსოვს რომ გამოეტოვებინოს და ხალხში არ გამოსულიყოს და ხალხს არ დალაპარაკებოდეს სიონის ეზოში არ მჯდარიყოს სანამ იქეთ ახალი საპატრიარქოში გადავიდოდა სიონში იყო ეს ეზო და იქ ეზოში არ მჯდარიყოს და ყველა გამოვლელი ვინც კი მასთან მისვლას მოინდომებდა რომელიმესთვის უარი ეთქვას ან დალაპარაკებაზე ან დახმარებაზე ან ნუგეშზე ან სახლში წაყოლაზე იცით რამდენი ადამიანი ვიცით რომ ხალხს რომ შვილი გარდაეცვალა და თავის მოკვლას რომ აპირებდა და კარი რო გაიღო და პატრიარქი რო შემოვიდა და თქვა რომ მე ამით გადავრჩი ისტორია ვიცით როგორი კაცი ფანჯარაზე იდგა უკვე გადასახტომად მომზადებული და ამ დროს რომ ტელეფონმა დარეკა ძალიან ცნობილი პიროვნებაა ეს კაცი ცნობილი გარდაცვლილი უკვე დარეკა ამ დროს ტელეფონმა და აი ბოლომდე რომ ყოფმანობდა რომ გადავხდე თუ ტელეფონს უპასუხო მაინცო და რომ აიღო ტელეფონი პატრიარქის ხმა რომ გაიგო რომ საპატრიარქოში გელოდები და მივიდა ეს კაცი და გადაარჩინა პატრიარქის აი ამ ზარმა რამდენი ერთი ისტორია სპირიდონ საკვირველთ მოქმედი ვიტყვი და როგორ გვიყვარს ეს წმინდანი რომ გიყვარს რითი ბაძავმა რაშია გამოხატული შენი სიყვარული ერთი საქმით თუ გავხარ მას რაიმეთი თუ მიმსგავსები ხაროთ დღესაც ესე გამოვლენ ყველგან ნახავთ სატელევიზიო გადაცემებში იქ რაღაცა სოციალურ ქსელში წარწერები ასეთი მე მიყვარს ჩემი პატრიარქი სამაგიეროდ ვიღაცამ გვერდზე პატრიარქი შეუგინა მოტრიალდა ეს და თუ ქალია ისე წევლის და თუ კაცია ისე აგინებს იმას პატრიარქი არ უყვარს აი იმას შეიძლება უფრო უყვარდეს ვინც პატრიარქი შეურაცხყოფ მაგრამ პატრიარქის შეურაცხყოფისთვის შენ რომ ამას აკეთებ შენ პატრიარქი არ გიყვარს იმიტომ რომ პატრიარქი ასე არასდროს არ მოქცეულა პატრიარქს მსგავსი საქციელი იქნებ ვინმე გამახსენოს 48 წელი გავიდა მე სულ 49 ვარ ის 48 წელია პატრიარქია და გეკითხებით ერთი მსგავსი საქციელი თუ გახსენდებათ გარდა იმ საქციელისა, რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ აი სპირიდონ ტრიმიფუნტელი ასე შვებოდა. ასე არ შვებოდა ჩვენი პატრიარქი მთელი თავის პატრიარქობაში. ასე არ იქცეოდა, ასე არ ლოცავდა თავის მაწყევრებს და თავის ცილის მწამებლებს ხელგაშლილი არ ელოდებოდა და არ ელოდება დღევანდელ დღესაც. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, გულზე ჯიღის ცემა კი არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის საქციელი. ცხოვრების წესია შენი ქრისტიანობა. როგორც ცხოვრობ, ისეთი ადამიანი ხარ. თუ ცხოვრობ ამ წესით, მაშინ ხარ ქრისტიანი, თორემ თუ ესეთი რამ შეიძლება ამოვიდეს პირიდან, ვინმეს ან ჯოჯოხეთი უსურვო, ან დედა შეაგინო, რა კავშირი გაქვს ქრისტიანობასთან? არავითარ. ამიტომაც მაგალითი თუ ჩვენთვის უნდა იყვნენ წმინდანები და შეიძლება შეიშნუშნო და თქვა რომ როგორ დავიდო ხა მეც მწყემსი ხო არ გავხდები სპირიდონ ტრიმიფუნტელები და სხვა არ მომწყევს ამ რომ მე დაურიგო თქვა იმ წყრის მატყლი გაჭირვებულებს გასათბობად არა ჩემო ბატონო მწყემსობას დღეს თქვენ არავინ არ გთხოვთ მაგრამ იცით რას გთხოვთ აგერ ახალი სპირიდონი ხო გამოგიგზავნა ღმერთმა რომლის ცხოვრებაც ხომ შენს თვალწინაა
როდესაც შეურაცხყოფენ, გაგახსენდეს ეს და თქვი რომ აი როგორ შეურაცხყოფდნენ შენ პატრიარქს და არასდროს არ უპასუხია მათთვის შეურაცხყოფელი სიტყვები. მოდი მეც ასე მოვიქცე. ეს ხომ არ არის შორეული გასული 17 საუკუნე. ეს ხო დღევანდელი დღეა. მოდი თუ კი ვინმე ამ შეურაცხყოფის გარდა კიდე ცილსაც დაგწამებს, მოდი საერთოდ თავი ჩახარე და თქვი, როგორც პატრიარქი გამოვიდა და თქვა, რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარ. რასაც ამბობენ, ეს ჩემს ცოდვათა მოსატევებლად იქნება დამხვდეს წინ. იქნება შენც ასე დამიქრდე, იქნება შენი საქციელიც ასე შეიცვალოს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ის რაც გვახარებს, გვაბედნიერებს, რომ ასეთი პატრიარქი გყავს, რომ ასეთი რაღაცა ესე იგი ეკლესია მკვდარი გააცოცხლა ფაქტიურად. შენ ვინ ხარ ამ დროს ამ ეკლესიაში? ამ გაცოცხლებულ მკვდარში მოკლედ, სუდარა გადაფარებული ეკლესია რო ჩაიბარა და ეხლა რომ ცოცხალია ეს ეკლესია, ახლა შენ ვინ ხარ? რომელი ადამიანი ხარ? რომელიც აგრძელებ ამ გზას, რასაც ჩაუყარა საფუძველი პატრიარქმა თუ პირიქით აანგრევს შენი საქციელით, იმიტომ რომ პავლე მოციქული ერთ ადგილას ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ მომწონს მათი შემართება, მომწონს მათი შეიძლება ცოტა სიტყვები სხვა არის, მაგრამ მე თანამედროვე ქართულად ესე გეტყვი. მომწონს მათი შემართება, მომწონს მათი ენთუზიაზმი, მომწონს მათი გულმხურვალება, მაგრამ განუსჯელად იქცევიანო. რას ნიშნავს? იცი რომ მე გულმხურვალე ვარ, მიყვარს ჩემი პატრიარქი, მაგრამ სამაგიეროდ შენ გადაგივლი, კაცო. იმიტომ რომ ასე სჭირდება, ეხლა შენ როგორ შეურაცხყოფ ეკლესიაზე თქვი ცუდი, ჩემ პატრიარქზე თქვი ცუდი, მზად ვარ გაგლახო, მზად ვარ გაგინო, მზად ვარ დაგწყევლო, მზად ვარ ესე იგი მიწაში ჩაგდო. გაიხსენეთ ჩვენი პატრიარქი. თუ მას მსგავსი რამ უქნია, მაშინ ჩვენს გვაქვს უფლება ვქნა. თუ მსგავსი რამ არ გაუკეთებია, არც შენ არ მოიქცე ესე, იმიტომ რომ იმ ეკლესიის წევრი ხარ, რომელი ეკლესიის მეთაურიც არის ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე ამინ. დალუქსული და გახარებული გამყოფოთ.